Business Contact-ი გვავეთერშია და განვაგრძობთ გამოშვებას. Სწორედ სოფლის მეურნეობის თემაზე ვისაუბრებთ და პროექტ დანერგე მომავალზე მისი განხორციელებისთვის მიმდინარე წელს 5 მილიონი ლარია გათვალისწინებული. პროგრამის ფარგლებში ასევე დაგეგმილია 1000-1200 ჰექტარზე თანამედროვე ტიპის ბაღების გაშენება. მთავრობა იმედს გამოთქვამს, რომ ეს პროგრამა ერთის მხრივ ხელს შეუწყობს ადგილობრივ ბაზარზე იმპორტის ჩანაცვლებას, ხოლო მეორეს მხრივ კი საექსპორტო პოტენციალის გაზრდის პროცესს. თუმცა ჩატარდა თუ არა წინასწარი კვლევები ყველა ამ ტერიტორიაზე, სადაც ბაღების გაშენება იგეგმება, ამას უკვე პროგრამის მენეჯერისგან, ბატონ ლევან დოლიძისგან შევიტყობთ, რომელიც პირდაპირ ეთერში გვერდება. მე მას მივესალმები. ძალიან დიდი მადლობა ბატონო ლევან, რომ გამონახეთ დრო და იღებთ მონაწილეობას ჩვენს გადაცემაში და კითხვა, რომელიც შესავალშივე დავსვი, ჩატარდა თუ არა გარკვეული მონახაზი, კვლევა თუ ასე შემდეგ. ხისმით. გამარჯობათ, მოგესალმებით. პირველ რიგში დიდი მადლობა მოწვევისთვის. რა თქმა უნდა, პროექტის საწყის ეტაპზე ინიცირებული იყო სოფლის სამინისტროს მიერ და აღნიშნული პროგრამის მიზანი, როგორც თქვით, არის ერთის მხრივ ხელი შეუწყოთ ხეხილის ბაღების გაშენებას თანამედროვე ტიპის, რაც მოგცემს საკმაოდ მაღალი ხარისხის პროდუქციას, რაც ერთის მხრივ გათვლილი იქნება ადგილობრივი ბაზრის დასაკმაყოფილებლად, ხოლო მეორეს მხრივ საექსპორტო პოტენციალიც ექნება. ამისათვის დიდი კვლევებიც არ არის საჭირო, რადგანაც ქვეყანაში იმ მრავალწლიანი კულტურის ბაღების უმრავლესობა, რაც დღეისათვის გვაქვს, იყო ესე ვთქვათ 60-70-იან წლებში გაშენებული და იყო საკმაოდ ძველი ჯიშები, რომლებიც მსხმოიარობითაც და ხარისხითაც უფრო დაბალი დონის პროდუქციას იძლევიან, ვიდრე თანამედროვე ტიპის ბაღები. კი ბატონო, ახლა ფრიანობაში მე მაინტერესებს ხადა აი ბიზნესის ინფორმირების კუთხით, ახლა ბიზნესის ინფორმირებას როგორ ახდენთ, რა ნაბიჯები იდგმება ამ მიმართულებით და 5 მილიონი, რომელიც არის ფრიანობაში გათვალისწინებული მთელი რიგი პროგრამებისთვის. ახლა ხეხილის ბაღები ეს ერთადერთი პროგრამაა თუ კიდევ იქნება სხვა დამატებითი პროგრამები, რომელიც პროექტის ფარგლებში განხორციელდება? უშუალოდ სახელმწიფო პროგრამა დანერგე მომავალი ორიენტირებული არის მრავალწლიანი ხეხილის ბაღების გაშენებაზე და ასევე სანერგე მეურნეობების თანადაფინანსებაზე. გარდა ამისა, თვითონ სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო ახორციელებს სხვადასხვა მიმართულებით პროექტებს, მათ შორის რაც უფრო ახლოს არის, ესე ვთქვათ, აი ამ ჩვენი პროგრამის საქმიანობასთან, წელს დაიწყო უკვე მაცხოვრებისა და შემნახველი სასაწყობო მეურნეობების თანადაფინანსების პროგრამა, რაც გათვლილია ზუსტად იმაზე, რომ 60 წელიწადში, როდესაც უკვე ჩვენს მიერ გაშენებული, ესე ვთქვათ, მოქალაქეებთან ერთად მრავალწლიანი ბაღებიდან მივიღებთ უკვე მოსავალს, გარკვეულწილად უკვე გაჩნდება მოთხოვნა სასაწყობო მეურნეობებში. კონკრეტულად რა პროცენტული პუნქტით რა მოცულობით შედიხართ, ასე ვთქვათ, თანადაფინანსებაში და როგორ უნდა გაიგოს ჩვენმა თანამოქალაქემ, თუნდაც აი ამ პროექტების სიკეთეების შესახებ, რაც შეიძლება მათ მიიღონ ის ბენეფიტები გარკვეულ პერიოდში. კი ბატონო, რა თქმა უნდა, პროგრამის შესახებ საჯაროდ ინფორმაცია განთავსებული გვაქვს ერთი სააგენტოს ვებგვერდზე, მეორე შესაძლებელია დაუკავშირდნენ სააგენტოს ცხელ ხაზზე ან მოვიდნენ ჩვენთან ოფისში. გარდა ამისა, ჩვენ გასული წლის მანძილზეც და წელსაც გავაგრძელებთ აქტიურად დავდიოდით რეგიონებში, სადაც შევხვდით მოსახლეობას. აქტივობა როგორია, ბატონო ლევან? აქტივობა საკმაოდ მაღალი არის და აქტივობიდან გამომდინარე ჩვენ პროექტ განაცხადების მიღება პროგრამის ფარგლებში არ შევწყვიტეთ საშემოდგომო სამუშაოების ფარგლებში და ზამთრის პერიოდში გავაგრძელებთ. აი ამ ეტაპისთვის რამდენი განაცხადია უნდა მიღებული? ამ ეტაპისთვის გვაქვს 124 განაცხადი ბაღების თანადაფინანსების კომპონენტში და 4 განაცხადი გვაქვს სანერგე მეურნეობის თანადაფინანსების კომპონენტში. რაც შეეხება ბაღებს 124 განაცხადის ფარგლებში, სულ 4.700.000 ლარზე მეტი არის დაფინანსება მოპოვებული მოქალაქეთა მხრიდან და ამ თანხით გაშენდება 895 ჰექტარი ხეხილის ბაღები. ნაწილი მათი გაშენებულია, ნაწილი გაშენების პროცესი მიმდინარეობს და საგაზაფხულო სამუშაოების ფარგლებში დასრულდება. კი ბატონო, და აი თანადაფინანსების კომპონენტზე მაინტერესებს კიდე, ანუ რა მოცულობის თანადაფინანსებაში შედიხართ კონკრეტულად ფიზიკურ პირთან? უშუალოდ ორი კომპონენტი სახელმწიფო პროგრამა დანერგე მომავალში არის ორი კომპონენტი, როგორც ვთქვი, ბაღების ნაწილში ჩვენ ვაფინანსებთ შესაძლებელი ენერგიების ღირებულების 70%-ს
და აუცილებელი პირობა არის, რომ ბაღი უზრუნველყოფილი იყოს თანამედროვე ტიპის წვეთოვანი სარწყავის სისტემით. და ამ ნაწილშიც ვაფინანსებთ წვეთოვანი სარწყავის სისტემის შეძენა მონტაჟის ღირებულების 50%. ეს დაფინანსება არის სახელმწიფოსგან საჩუქარი, ასე ვთქვათ, და არ ითვალისწინებს უკან დაბრუნებას. ხოლო რაც შეეხება სანერგე მეურნეობებს, ჩვენ ვაფინანსებთ სანერგე მეურნეობის მოწყობის ღირებულების 50%, არა უმეტეს 150,000 ლარის ფარგლებში. კი ბატონო, აი კონკრეტულად ახლა კონკრეტულ ბენეფიტებს თქვათ ახლო მომავალში როდისთვის უნდა ელოდონ კონკრეტულად ჩვენი თანამოქალაქეები, კონკრეტულად ის პირები, ვინც გამოთქვამენ სურვილს მონაწილეობა მიიღონ პროექტში და ასევე მაინტერესებს 2016 წელს ამ პროექტის ფარგლებში გეგმება თუ არა ახალი ლოკაციების, თუნდაც ახალი პროექტების ათვისება და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი ეს ყველაფერი თუ იგეგმება ამ 5 მილიონი ლარის ფარგლებში მოხდება თუ იგეგმება მაგალითად ბიუჯეტის დაფინანსების გაზრდა. მოგახსენებთ პირველ რიგში პროგრამის ფარგლებში, რა თქმა უნდა, გაშენებული ბაღებიდან ჩვენ პირველ შედეგებს ვნახავთ უახლოეს პერიოდ მესამე-მეოთხე წელს და მეხუთე-მეექვსე წლიდან გარკვეული კულტურები მესამე-მეოთხე წელს უკვე იძლევა კომერციულ მოსავალს, ესე ვთქვათ, ხვეიარობაში შედის და გარკვეული კულტურები მეხუთე-მეექვსე წლიდან უკვე დაგვანახებს შედეგებს, ესე ვთქვათ. რაც შეეხება ბიუჯეტს, ჩვენ აღნიშნული ბიუჯეტი ამ ეტაპისთვის ჩვენი მიზანი თავდაპირველად პროგრამა რომ შეიქმნა იყო 1000-1200 ჰექტარი თანამედროვე ტიპის ბაღების გაშენება. ამ ეტაპისთვის უკვე 885 ჰექტარი გავაშენეთ და დანახარჯების კუთხით საკმაოდ ესე ვთქვათ კარგად არის საქმე 4,700,000 ლარი გვაქვს დღეისათვის დახარჯული და შესაბამისად ის მიზნები მინიმუმის მიზნები რაც დასახული ჰქონდა თანხა საკმარისია და საკმარისად მეტია. თუმცა მოთხოვნა თუ იქნა არ გამოურიცხავთ რომ მოთხოვნიდან გამომდინარე დამატებით სახსრებიც იყოს. ძალიან დიდი მადლობა ბატონ ლევან დოლიძეს საინტერესო საუბრისთვის. გისურვებთ წარმატებას, პირველ რიგში მსურველებს უსურვებთ წარმატებას, რომლებიც გამოთქვამენ სურვილს პროექტში ჩართვისა.